დევნილთა შემწეობის თანხის მოსალოდნელი რეფორმის ირგვლივ დევნილ საზოგადოებაში აჟიოტაჟი არცხრება და დისკუსიები გრძელდება. ამ საკითხზე ამჯერად საზოგადოებრივ კავშირს სამურზაყანოს წარმომადგენელთა შეკრებაზე მსჯელობდნენ. შეხვედრის მონაწილეები რეფორმის პროექტს, რომელიც დევნილთა გარკვეული კატეგორიისთვის შემწეობის მოხსნას და საჭიროებაზე მორგებული დახმარების მოდელზე გადაყვანას ითვალისწინებს, მიუღებელს უწოდებენ. ტოლოსთა განსახლების სამინისტროს მიერ შემუშავებული პირველადი პროექტი, რომელიც რამდენიმე კვირაა ხმაურის მიზეზი გახდა სამურზაყანოს წევრებსაც არასწორად მიაჩნიათ. შეხვედრის მონაწილეები თვლიან, რომ ტოლოსთა განსახლების სამინისტრო დევნილთა ნაწილისთვის შემწეობის თანხების მოხსნის ხარჯზე არ უნდა აგვარებდეს მათივე თანამემამულეების განსახლების პრობლემას. რეფორმის შემოთავაზებული სახით გატარების შემთხვევაში საზოგადოებრივი ორგანიზაცია სამურზაყანოს წევრები გარკვეულ რისკებზეც საუბრობენ. შეხვედრის მონაწილეები დევნილთა უფლებებისა და ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებენ რეფორმის ავტორებს. ისინი ტოლოსთა განსახლების მინისტრთან შეხვედრას და განმარტებებს ითხოვენ. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ორგანიზაცია სამურზაყანოს ამ ინიციატივას აფხაზეთიდან დევნილი სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციებით შეუერთდებიან. ცოტა არ იყოს გაუგებარი არის, აღშფოთების მიზეზით გვაქვს ყველას ჩვენ და მით უმეტეს ჩვენს დევნილებს, რომლებიც ასეთ უმძიმეს გაუსაძლეს პირობებში ცხოვრობენ. ამ დროს გამოდის ტოლილთა სამინისტრო ჩვენი და დღეს ანონსებს თითქოს დევნილთა გარკვეულ ნაწილს. ბინების მიღებაზე სადღაც ხელი მოაწერა, ასეთი ხალხს უნდა მოეხსნას აი ეს დევნილთა შემწეობის თანხა. უყურადღებობა და დევნილების მიმართ ასეთი ღონისძიების გატარება ეს არის სრულიად მიუღებელი. ხელისუფლების მიერ დაანონსებულმა 45 ლარიანმა დახმარების გაუქმებამ, ასე ვთქვათ, აღშფოთება გამოიწვია არა მარტო დევნილ საზოგადოებაში, არამედ საქართველოში მაცხოვრებელ არადევნილებში. მე ვფიქრობ, რომ პრობლემა უფრო პოლიტიკურად სიღრმისეულია, ვიდრე 45 ლარის გაუქმება. დევნილთა საკითხებთან მიმართებაში ხელისუფლებას უფრო ფაქიზი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ როცა ჩვენ ვლაპარაკობთ, შევურიგდეთ და შემოვაბრუნოთ ჩვენი ძმები, აფხაზები და ოსები, ამ შემთხვევაში ისინი ძალიან დიდი გულისწყურით უყურებენ იმ დამოკიდებულებას, თუ რა დამოკიდებულება არის ინგურს გამოღმა აფხაზეთელებზე ხელისუფლების მხრიდან. მაშინ როცა 45 ლარიან დახმარების შეწყვეტაზე თუ მის ასე ვთქვათ დეფინიციაზე არის საუბარი, უბედურება ის არის, რომ ხელისუფლება ღრმად არ არის ჩაწვდომილი ამ საქმეში და არ იცნობს თუ როგორ ცხოვრობს და რა პირობებში ცხოვრობს დევნილი საზოგადოება. მე ვიცი ადამიანთა ჯგუფი, რომელთათვის შემოსავლის, ფულადი შემოსავლის ერთადერთი წყარო მარტო ეს არის. ეს არის ძალიან დიდი, არა მარტო შეცდომა, ეს არის დანაშაული, ვისგანაც ეს წამოვიდა. 12 კვადრატული მეტრი რომ მისცეს და მათ უნდა მოუხსნან ახლა დახმარება 45 ლარი, სად მუშაობს ეს ხალხი? სად არის სამუშაო ადგილი? აქ წამოიჭრა ასეთი საკითხი, რომ უნდა შევხვდეთ აფხაზეთის ხელისუფლებას, უზენაეს საბჭოს, მთავრობას, რომ მოეწყოს შეხვედრა დევნილთა მინისტრთან, მოეწყოს შეხვედრა ხელისუფლების უმაღლეს ჩინოსნებთან, მათთან ერთად და მოვიდნენ და გაგვცენ პასუხი ჩვენ დევნილებს.